Distilleria Spirtauradან მოგესალმებით, მეგობრებო, მე დიმიტრი მანჯავიძე ვარ. ერთ საკითხზე სურს მოკლედ და გასაგებად ესაუბროთ. ადრე მე ჩავწერე ერთი ვიდეო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც გაუგებრობებია და გადავწყვიტე უფრო დეტალურად განვიხილო ეს საკითხი. ეს არ არის რაღაცა ვრცელი და დიდი და საოცარი საკითხი, მაგრამ დაზუსტებებს მოითხოვს და კონკრეტულად თავფრაქციების მოხსნის სუსტი გათვლა 10%-ის კოეფიციენტის პირობაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. კონკრეტულად კი ეს პროცესი, რომელსაც მიაღწევ, განეკუთვნება მარტივ დისტილაციას, მარტივ გამოხდას, გადაბრუნებას მეორეჯერ, ანუ ერთნახადის მეორედ გადაბრუნებას მაშინ, როდესაც ჩვენ ხელთა გვაქვს ეგრეთ წოდებული მამაპაპური ქვაბი და როგორ და რა წესით და როგორი ზუსტი გათვლებით უნდა მოხსნათ თავფრაქციები 10%-ის გათვლით, 10% უნდა მოიხსნას აბსოლუტური სპირტიდან. ეს არის ჩამოყალიბებული ერთგვარი შემუშავებული უკვე ლამის დოგმასავით არის და მოდი მივყვეთ პუნქტობრივად როგორ განსაზღვროთ ზუსტად აი ამ თავფრაქციების მოხსნის რაოდენობა. პირობითად ავიღებ მე მონაცემები, დაუშვათ გვაქვს ქვაბში 40 ლიტრი ერთნახადი სპირტნედლეული 50%-ის სპირტშემცველობის 50% შემთხვევით არ ავიღებ, ვინაიდან აი ყველაზე დიდი რაოდენობით სადაც ასე ვთქვათ იხდება ჭაჭისარაყი ეს კახეთია და მანდ საშუალოდ ვიღებთ ხოლმე როგორც წესი პირველ ნახადიდან 55%-ს, მე ახლა მოვამრგვალი 50%-ზე ავიღე მონაცემი წინა პირობა და მივყვეთ რა. უნდა მოხდათ უნდა მოვახდინოთ მეორადი დისტილაცია, ეგრეთ წოდებული გადაბრუნება, კი ბატონო, ანუ ხელმეორედ გამოხდა და ჩვენი ამოცანაა პირველად სპირტნედლეულს მოხსნათ 10% თავფრაქციები, ხაზგასმული მაქვს აბსოლუტური სპირტის. აბსოლუტური სპირტი გულისხმობს 100% სპირტს. კი ბატონო. შემდეგი მეორადი გამოხდა ტარდება მარტივი დისტილაციით, ანუ ეგრეთ წოდებული მამაპაპურ ქვაბზე. ამაზე უკვე ვთქვით, გავიმეორე ჩამოწერილში, კვლავ იგივე მიწერია. თავფრაქციების მოხსნის სიჩქარე უნდა იყოს ერთ წამში 3-4 წვეთი. იმდაგვარად უნდა მოუმართოთ, იქნება ცეცხლი იქნება თუ გაზი იქნება, გააჩნია რაზე შემოვდგავთ აი ამ ჩვენს მამაპაპურ ქვაბს. სიჩქარე უნდა იყოს აი ეს წამში 3-4 წვეთი. ასეთი პარამეტრების პირობებში თავფრაქციების სპირტიანობა შეადგენს საშუალოდ 88%-ს ალკოჰოლისას. ანუ როდესაც 3-4 წვეთს ხსნით, აი ეს პარამეტრები გვაქვს 50%-იანი სპირტნედლეული გვისხია შიგნი და 40 ლიტრი გვაქვს, ვნებავთ 100 ლიტრი იყოს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ნაკადში აი ამ თავების სპირტშემცველობა გვექნება დაახლოებით საშუალოდ 88%. მე ამას შემთხვევით არ გეუბნებით, გავზომეთ, არაერთხელ აპრობირებულია და ასია მეგობრებო. 40 ლიტრი სპირტნედლეულის აბსოლუტური სპირტის შემცველობა არის 20 ლიტრი. ანუ ჩვენ ქვაბში გვაქვს 20 ლიტრი აბსოლუტური სპირტი. გათვლას როგორ ვაკეთებთ? შესაბამისად, ამ რაოდენობის აბსოლუტურ სპირტს უნდა მოხსნათ 2 ლიტრი აბსოლუტური სპირტი. ანუ 10% 20 ლიტრი აბსოლუტური სპირტისა არის 2 ლიტრი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ნაკადში გვაქვს 88% და არა 100%. გადავიდეთ მეორე ფურცელზე. აქ ვაგრძელებ. თუ ჩვენი ამოცანა მოხსნათ 20 ლიტრის 10%, რაც უდრის 2 ლიტრ აბსოლუტურ სპირტს, ანუ 100%-იან სპირტს, კი ბატონო, ზეპირი მონაცემი ესეთი გვაქვს. მაშინ, როდესაც თავფრაქციების სპირტიანობის მაჩვენებელი 88%-ია და არა 100%, მოგვიწევს არა 2 ლიტრის მოხსნა, არამედ 2 ლიტრის
და პლუს ზემოდან 300 მილილიტრის მოხსნა. ვინაიდან კიდევ ვიმეორებ, ნაკაჩი არის 88%, ანუ გვიწევს რეალურად აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით მეტი თავფრაქციების მოხსნა. ამგვარად, აბსოლუტური სპირტიდან 10% თავფრაქციების მოხსნის რაოდენობა განისაზღვრება თავფრაქციებში არსებული სპირტშემცველობის დაზუსტების შემდეგ. ანუ ჩვენ დავაზუსტეთ, რომ ცხადია 100% არ მოდის, მოდის 88%, მაპატიეთ შეიძლება ვიმეორებ ხოლმე ეტეგვი მონაცემს, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ უფრო ცხადი გახდეს, რაზეც ვლაპარაკობ. რახან 88%-ია 2 ლიტრში არ იქნება უпростоრეთ ხო 2 ლიტრით ვერ მოიხსნება 10% აბსოლუტური სპირტის, არამედ დასჭირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ 300 მილilitrით მეტის მოხსნა თავფრაქციებისა. ეხლა თქვენ არითმეტიკულად შეგიძლიათ გადაამრავლოთ 40 ლიტრი კი არა, დაუშვათ გაქვთ მეორე გამოხდისთვის გაქვთ 80 ლიტრი ან 100 ლიტრი. ამას გავაორმაგებთ ან გავასამაგებთ, იმის მიხედვით რა რაოდენობა გვექნება ჩვენ მეორედ გამოსახდელი სპირტნედლეული და იმის მიხედვით დავადგენთ ზუსტად რამდენი უნდა მოხსნათ. მაპატიეთ, შეიძლება ვიმეორებ რაღაცებს, ვიდეო ხო თქვი, ჩაწერილი მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ კვლავ ჩნდება შეკითხვები, მომართავენ ხშირად და მიწევს ერთ-ეგივეს გამეორება ბევრი ადამიანისთვის და ამ შემთხვევაში ახლა ერთი ვიდეოს სახით ახლა გადავიღე და მე მგონი ვიმედოვნებ, რომ ცხადად ჩამოვაყალიბე ის თუ როგორ უნდა განსაზღვროთ ზუსტად თავფრაქციების მოხსნის რაოდენობა. აბა დაგემშვიდობებით მეგობრებო, თავს აღარ შეგაწყეთ ზედმეტი ლაპარაკით. მე დიმიტრი მანჯავიძე ვარ, ეს დისტილერია სპირტაურაა. მაგერ თავისი შვენებით, მეგობრებო, ახეთ როგორი პროდუქტები მაქვს, 5, 6, 10 პროდუქტი დამიგროვდა განსხვავებული და მეწვიეთ. თუ სურვილი გექნებათ, მეწვიეთ და წარმოგიდგენთ ამ ყველაფერს. აბა დროებით ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ისურვებთ მიიღოთ სუფთა და ხარისხიანი დისტილატები და არყები. კარგად ბრძანდებოდეთ პატივისცემით.